ვა. ახი რა ლამაზებია. ო, ესე იგი რატო შემოგეჭერეთ ახლა და რატო ყავს ეს ლამაზები აქ? ძალიან ლამაზები არის, მაგრამ მოდი ავარჩიოთ ჯერ პირველ რიგში, ესა მესა გადის ესა, მესა გადის ესა. ანუ ეს დარჩა რა თქმა უნდა. ნუ რა თქმა უნდა, წითელს ავიღებდი ყველა ვარიანტში. მეც წითელი ვესპა მყავს და რატო შემოგეჭერით და რა ხდება ახლა რატო ვართ აქ? მე ჩვენმა არხმა და პიტსტოპ მოტომ ესეთი ძალიან მაგარი გრანდიოზული გათამაშება მოვიფიქრეთ, იმიტომ რომ ჩვენი არხი იზრდება ნელ-ნელა. უკვე 8000 გამოწერს გადავწდით და უახლოვდებით სულ ცოტაც და 15000-ნი გავხდებით, მალე იმედი მაქვს. ხო და 15000 გამომწერზე ერთი იღბლიანი მოიგებს აი ამ წითელ ვესპუნიას და საშუალება გვექნება რომ გადავიღოთ ერთი ძალიან მხიარული და კარგი კრეატიული ვიდეო. მე ჩემი ვესპათი და ჩვენი ერთი მაყურებელი იღბლიანი აი ამ ვესპათი, როცა ვიმოძრავებთ ქალაქში. ამ ვესპას მოსაგებად არის ერთი ძალიან მარტივი პირობა, უბრალოდ შესაძლებელი. უნდა იყოთ ჩვენი არხის გამომწერი, უნდა აქტიურობდეთ ჩვენს ვიდეოებზე, დაწერეთ კომენტარები და ალაიქეთ, გადააზიარეთ სოციალურ ქსელებში, არ მოგერიდოთ, დააძალეთ თქვენს მეგობრებსაც და გარშემოყოფებსაც რომ გამოიწერონ ჩვენი არხი და მოკლედ ერთი ყველაზე აქტიური ჩვენი მაყურებელი მოიგებს აი ამ ულამაზეს ვესპას და ზაფხულში ერთად შეგვეძლება რომ ქალაქი დავიპყრო და გავამშვენიეროთ კიდევ ერთი მიზეზი იქნება ქალაქში გამოსასვლელად აი ეს ვესპა. პირველ რიგში მადლობა ძალიან დიდი პიტსტოპ მოტოს, რომელმაც გადმოგცა აი ეს ულამაზესი ვესპა, საშუალება მოგცა აგვერჩია აქედან ერთ-ერთი ვესპა და რა თქმა უნდა წითელი ავარჩიეთ. ხო და პიტსტოპ მოტოსგან და ჩვენი არხისგან ჩვენი ერთი იღბლიანი გამომწერი მიიღებს აი ამ ულამაზეს ვესპუნიას და ჩემთან ერთად იკატავებს ქალაქში. მოიცა ჩემიც მოვაყენო ერთი წამით. ჩემიც და დიდი არის ახლა ამასთან შედარებით, მაგრამ მე მგონი ძალიან უხდებიან ერთმანეთს, არა? მოკლედ აი ეს ორი მშვენება დაამშვენებს ქალაქს 15000 გამომწერზე. შეგვეძლება რომ წავიდეთ და შემოვიკატავოთ მთელი თბილისი. სალამი ჩემო მეგობრებო, დღეს ვართ ჩემთვის ცოტა უცნაურ ადგილას. ვიცი რომ ბევრი არ დაიჯერებს რომ აქ ვარ და ბევრიც ხუმრობად მიიღებს ამ ყველაფერს, ეხლა რასაც მოგიყვებით და რანაირად და როგორც იქნება ეს ვიდეო გაგრძელებული, მაგრამ მოკლედ Yamaha ცენტრში ვართ ახლა დიღმის ტრასაზე. მე მგონი ყველა მოტომოყოლს გეცნობათ ამ ადგილას ყოველას ჩაგივლიათ და შეგინიშნავთ ეს მოტოციკლები გარედან რო აყენია. მე მგონი პირველია საერთოდ მოტომაღაზია საქართველოში ეს, იმიტომ რომ მახსოვს ღრმა ბავშვობაში მახსოვს, როცა ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ვიყავი და უბრალოდ ოცნებად მყავდა ეს მოტოციკლები, მაშინაც მახსოვს რომ აქ რო ჩამოვდიოდი ხოლმე ფეხით მივდიოდი ხოლმე რომ ამ ვიტრინიდან მეყურებინა აქ მდგარი მოტოციკლების თვის R1 იყო მახსოვს თეთრი ეყენა, ეგ იყო ლუპებიანი R1 რო არის. აუ, მართლა რამდენი წლის ამბავს ვიხსენებ, ეხლა მახსოვს რომ R1-იც იყო და R6 ეყენა კიდე, ეგეც მახსოვს. კიდე რაღაცები ეყენა. მოკლედ ძალიან დიდი ხნის ისტორიის მქონე მაღაზიაში ვართ მოსულები და ხა რატო ვართ მოსულები, მაგასაც აგიხსნით რა. ნუ ვისაც ბაგი და კვადროს სიყვარული ახასიათებს აგერ არის, შეუძლიათ ავარჩიო, უბრალოდ ეს ჩემი სტილი არ არის და ამიტომ პირდაპირ აქეთ წამოვიდეთ და აქეთ დავათვალიეროთ, რეები აყენია აქ. აი ეს სამი სილამაზი არის ამ წუთას მაღაზიაში წარმოდგენილი, თუმცა ეხლა ცოტა ხანში გზაში არის, როგორც გავარკვიე და ჩამოდის Yamaha R3-ები, MT-09SP-ები, WR-ები, ასევე ჩამოდის Tenere 700-ები, ასევე X-Max-ებიც ჩამოყავთ, R1M-ები ჩამოყავთ და R9-ც ჩამოყავთ რა, ასე რომ ძალიან დიდი ჩამონათვალი არის, ვისაც რომელიმე Yamaha გაინტერესებთ, შეგიძლიათ პირდაპირ მოხვიდეთ, ერთ თვეში მაქსიმუმ აქ იქნება და მობრძანდით, შეგიძლიათ ადგილზეც ნახოთ, შეარჩიოთ და გაიყვანოთ შოურუმიდან. ეხლა ჩვენ რაზე ვართ მოსულები. ცოტა ღადაობა დაგვემართა, მოკლედ წინა ვიდეოზე Kawasaki Z900 როცა გადავიღეთ, ვეძებე თავი არ მომიკლია ეხლა, მაგრამ ნუ დავდე პოსტი, მინდოდა Yamaha MT-09 იმისთვის რომ შემედარებინა Z900 და MT-09 ერთმანეთს, თუმცა
ჩემ და გასაკვირად ვერ ნახე. MT-09 ვერ ვიპოვე საქართველოში იმ მდგომარეობაში, როგორც მინდოდა უბრალოდ რა, იმიტომ რომ ეხლა რაღაც პლასმასი აკლდა და დახეხილი იყო და რაღაცები შემოთავაზეს ბიჭებმა, მადლობა ძალიან დიდი აქედანაც მათ შემოთავაზებებისთვის. უბრალოდ ვცდილობთ რომ ესთეტიურადაც ლამაზი და მოწესრიგებული იყოს ის მოტოციკლები, რომელსაც ვიღებთ ხოლმე თქვენთვის საყურებლად. მოკლედ, იმ მდგომარეობაში ვერ ნახეთ MT-09 საქართველოში და რავი, მოვედი და ავარჩევ ეხლა რომ წავიყვანო და ვიყიდო. ცოტა უცნაური არის მოკლედ ეგ ყველაფერი, მაგრამ თან გადაობაა, თან არ არის გადაობა რა, მოკლედ ესეთი უცნაურობა დაგვემართა და ხო, ვიცი რომ ძალიან ბევრი ვერ დაიჯერებს, რომ ეხლა მე Yamaha-ზე ვნახავს და ვერ ძირითადად მთელი ცხოვრება Kawasaki-თან ვასოცირდები და ყველა მიცის ჩემი და Kawasaki-ის დამოკიდებულება. თუმცა აქვე ვახსენებ, რომ ჩემი პირველი მოტოციკლი იყო Yamaha FZ400. ეგ 14 წელს ვიყავ მაშინ რომ მყავდა ეგ და მაშინ მეგონა ყველაზე ჩქარი დედამიწაზე ეგ მოტოციკლი რა მეთქი აი ამ მოტოციკლზე ჩქარი რაღა უნდა არსებობდეს საერთოდ რა და Yamaha-ს ყავს ისეთი მოდელები რომლებიც ჩემთვის ძალიან საინტერესო არის და ძალიან მაღალ ლეველზე დგას სხვა თავის კონკურენტებთან შედარებით ერთ-ერთი მათგანი არის ბოლო თაობის MT-09 რომელზეც ახლა ძალიან ჩაშლილად დაწვრილებით და ბევრი გაკრიტიკებაც გვექნება, სიყვარულით და მოფერებით ლაპარაკიც გვექნება და ასე შემდეგ და აჰო, ჯერ ვიყიდი, კაი. მიშა მითხრა ხა ჯერ იყიდეო და ხო ვიყიდი. კაი. ეხა ამ წუთას ამ სამი წარმოდგენილი მოდელიდან მოდი სამივეს ორი სიტყვით განვიხილავ და გეტყვით ჩემ შეხედულებებსაც და ჩემს პრაქტიკას ამ სამ მოდელთან ამ სამი მოდელის შესახებ. XSR-ი მიტარებია და ძალიან კომფორტული არის ქალაქში და მისი პირდაპირ კონკურენტი არის Kawasaki Z900 RS-ი და XSR-იც მისნაირად თუ უფრო მეტად არა, მინიმუმ მისნაირად კომფორტული არის და ვისაც აქვს შესაძლებლობა, არავინ არ ინანებს მაგ მოდელის ყიდვას, იმიტომ რომ ქალაქისთვის მართლა იდეალური ტრანსპორტი არის. ასევე არის MT-09 GP, გივიკოს სალამი ჩემგან მოკითხვა აქედან, გივიკო მიყიდა ეს მოტოციკლი ზუსტად, ესეთი უფრო სწორად ზუსტად აქედან ცენტრიდან გაიყვანა და მე არ მიტარებია, თუმცა მისგან ვიცი რომ ძალიან კომფორტული არის და ძალიან ესეთი ესთეტიურად ხო ძალიან ლამაზი არის. ცოტა სპეციფიური არის. აი როგორი მოდელია, იცი? ძველი Jaguar-ის მანქანები ვისაც მოსწონს და რაღაცა კლასიკა და თანამედროვეობა ერთმანეთში რომ უნდა რომ შერწყმული იყოს, ზუსტად მაგდაგვარი ხალხისთვის არის ეს მოტოციკლი გამოშვებული და გაამართლა სხვათა შორის მე ევროპაში ბევრი მყავს ნანახი, როგორც შოურუმებში, ისე ქალაქში მოძრაობაში მყავს ბევრი ეს მოდელი ნანახი, იმიტომ რომ მოსწონთ ევროპაში ძალიან კმაყოფილები არიან მისი დიზაინითაც, პერფორმანსითაც და შესაძლებლობებითაც. აქ საქართველოში მე პირადად მარტო გივიკო ვიცი, ვისაც ყავს ეს მოტოციკლი და შევეხმიანები შეიძლება ტესტ დრაივზე ვთხოვოთ რომ გამოვართოთ გივიკოსაც ეს მოტოციკლი თუ გაინტერესებთ. ხო, რაც შეეხება ამ კონკრეტულს ეს არის MT-09 SP, რომელიც არის უმაღლესი კომპლექტაციით MT-09 სერიაში. წინა მოდელებთან ყველასთან მქონია შეხება და ყველა მიტარებია ამის მამაც, ბებიაც და ბაბუაც და ბიძაშვილიც და ყველა 09 რაც კი გამოსულა, ყველა მიტარებია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ მომწონდა მეთქი, იმიტომ რომ აი რო გავივლი ახლა გეტყვით ჩემს აზრს და დამოკიდებულებას ამ კონკრეტულ მოტოციკლს შორის. მიშას ვიცი რომ ერთი სული აქვს, როდის ამოანათებს ახლა ესპანეთში რო გადავიღეთ MT-09 ავტომატიკა და იქ ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა ვილაპარაკე ამ მოტოციკლის შესახებ და აზრი არ შემიცვლია დღემდე მაგ აზრზე ვარ რომ MT-09 ავტომატიკა არ უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ ეს არის ის მოტოციკლი რომელიც არის იმდენად ხულიგანი ბავშვის შესაძლებლობები აქვს და იმდენად გიწევს რომ რაღაცეები დააშალო გზაზე რომ აი ეს მოტოციკლი ავტომატიკა რატომ უნდა ყავდეს ვერ ხვდები ფიზიკა არ ვიცი ამისი აზრი რა არის თუმცა ავტომატიკები რაც ყავს ტრეისერი არის 900 ასევე არის MT-07 და მათი ავტომატიკა ვერსიები ძალიან გამართლებული არის და ძალიან მაყოფილი მივესალმები მაგას რომ შეიძინო ეგ მოდელი მაგრამ MT-09 უნდა იყოს ზუსტად SP ზუსტად ესეთი როგორიც ეს არის და მექანიკა რაც თავარია. წავიდეთ. მოვედით როგორც იქნა ჩვენს ადგილას, თუმცა რა თქმა უნდა, აგერა ნიშ, აბა ახედე ზევით რა ხდება. მოგედა ერთი თვია დაახლოებით ვიდეო ვერ გადავიღეთ, ოღონ რამე ის კი არ იყო პრობლემა რამე კი არ იყო ერთადერთი პრობლემა იყო ის რომ უბრალოდ ვერ ვიღებთ იმიტომ რომ სუწევს ეხაც მოვედით და რა თქმა უნდა გაგვიწვიმდა ჩვეულობისამებრ მოკლედ რასაც შეძლოთ გადავიღებთ ბევრი კადრები არ იქნება არა და სხვანაირად ხონდა დაგეგმილი დღევანდელი დღე და გადაღება თუმცა რა უყოთ რაც არის ხო და სანამ ეხა ამ ბაიკის დეტალურ განხილვაზე და რაღაცეებზე გადავალთ სანამ
ბევრს დავაჯო ესე გეტყვი და არავის არ ეწყინება იმედია, იმიტომ რომ ჩემია, პირადია, არავის მოტოციკლს არ ვეყები და ჩემ მოტოციკლს ისე გავწურავ როგორც ეკადრება. მაგრამ სანამ მაგას დავიწყებთ, ყველაზე მეტად მაღიზიანებს აი ეს უზრდელობები და მოდი ესენი მოვხსნათ. გასაღები აქ მიდევს. აი ეს ერთი. აჰა. ეს მეორე. და დაემსგავსა როგორც იქნა წესიერ მოტოციკლს. კიდე აქაც არის რაღაცეები. ოპა. ამასაც ოპა. ესენი ავიღოთ, რა თქმა უნდა, კიდე რა გვაქვს? აქაც გვაქვს, მოდი. ნუ სპიდომეტრზე მოვხსენი უკვე, აქაც ოპა. ეს და ესეც. всё, ეგ არის. ეხლა უკვე დაემსგავსა მოტოციკლს და მოიცა. აჰა. მოვხსენით ყველაფერი, ცელოფნანი, სადაც კი რამე ქონდა, ეს ცენტრში ვიავადრე აქედან და შესაბამისად არ ქონდა სპიდომეტრზე აღარაფერი. და ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე, მოდი სანამ ტექნიკურ და დაგუგლურ ციფრებზე გადავალ, მანამდე მოდი ჯერ ვიზუალზე ვილაპარაკებ და გავწროთ ეს მოტოციკლი ვიზუალით. პირველ რიგში და უარყოფითები ვილაპარაკოთ, მოდი, იმიტომ რომ რამდენიმე კილომეტრი მაქვს გავლილი ამ მოტოციკლზე და მოდი უარყოფითებით დავიწყოთ, იმიტომ რომ რავი, არავის არ ეწყინება იმედია, ჩემი მოტოციკლი არის, ჩემ მოტოციკლს ვაჯო, რაც შეიძლება მეც. პირველი, მოდი დავიწყოთ წინა მხარეს, სანამ გადავალ წინ ბევრია სასაუბრო, უკანა მხარეს, მოდი. მის შეხედე უკნიდან რო აიღო ესე კადრი რო აიღო, ნახე. როგორი შთაბეჭდილება მაქვს, იცი? ტექნიკურად მოტოციკლი შექმნეს, რაღაცა კუზავო გააკეთეს, ესე ვთქვა და მე რაღაცა პროსტა პლასმასები, აი დაატყერპეს პლასმასები და всё რა, ანუ აი არანაირი ფორმა არა აქვს. აი ეს რა არის? ეს არის 90-ში გამოშვებულ მოტოციკლებსაც ქონდათ, აი ეს ფორმები, ეხლა რაც არის არანაირი ჭრილი, რაღაცა ამის წინა მოდელი MT-07 რო აიღო, MT-07-ს აქვს ისეთი ჭრილები, რომ აი ლამაზი არის რა, აქედან შეიხედავ, აქედან გამოდიხარ, თით შეყობ, ან რავი, სხვა რამეს შეყობ, რაც გაგიხარდება, მაგრამ ყველაფერი რა, ისი არის, რომ ნაფიქრი აქვს რა MT-07-ზე და აი აქ არაფერი ვაფშე, აი რამე განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. სტოპიც რო აიღო, ეხლა შეხედე, ორ ფერში გვაქვს სტოპი, თეთრი და წითელი ფერის რა. აი რაღაცა რო თქვა, რომ აი რაღაც განსაკუთრებული დიზაინი 2026 წელია ეს დედაფეთქებული რაღაცა წვეტები, დიზაინი, ფორმა, რაღაცა შექმენი რა, დახატე, ფუნჯი გაუსვი რა, ცოტა სხვანაირად რა, ეს რა, აი არაფერი, პროსტა ხაზი გაავლეს და გაყვეს წითელი და თეთრი ფერით და всё მორჭა, ანუ არაფერი რამე განსაკუთრებული, არაფერი არ არის. ესენი მოხოვის მაჩვენებლები, რავი, მომწონს დიზაინზე, კარგი დიზაინია, ჩემსას აკმაყოფილებს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ის არის, რომ აი აჰა, ვარდება ეგრევე. ნახე, ეგრევე ამოვარდა, ამას როგორც კი ვიღაც, ან პრაქტიკულია რეალურად ეს რა. ეგრევე ვიღაცა როგორც კი წაარტყავს, ეგრევე აი და всё რჩება ესე რა. პრაქტიკული არის იქიდან გამომდინარე, რომ ჩასვავ და всё ისევ ახალია, არაფერი არ ეთყობა აბსოლუტურად რა, მაგრამ ცოტა მყარი შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო ისეთი, რომ ესეთი დრეკადი არ ყოფილიყო რა. გვერდს რომ გადავიდეთ, ნახე, გვერდიდან აქეთან მხრიდან ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს არის აი ეს უზრდელობა, აი ამხელა უზრდელობა, რომლისთვისაც პირველ რიგში უდიდესი მადლობა პატროლს, რომ აი ეს რაღაცეები აყენია საქართველოში მოტოციკლზე და არ უცვლით, იმიტომ რომ ნუ პრობლემების შექმნა ეზარება ბევრს. თუმცა, ნუ ამაზე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ქართულია ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და თქვენთან წვიმს, ჩვენთან მაგრა გაწვიმდა რა, მაგრამ რა დავიკიდოთ რა, მოდი ვიყოთ ეს. მოგეთ ეს აკმაყოფილებს რაღაცა სტანდარტებს და მაქედან გამომდინარე ყველა ვარიანტი უნდა იყენოს, თუმცა რა თქმა უნდა ამას მოხსნი გადავაგდებ ნაგუსკოჩი. გვერდიდან დიდად ესეთ სალაპარაკო არაფერი არ არის, იმიტომ რომ ბევრი პლასმასით არ გამოირჩევა ახლა ეს მოტოციკლი გვერდიდან. ბაკზე მოდი მე გადავალ, იმიტომ რომ ბაკზე დადებითი რაღაცეები უნდა ვთქვა და მაგას ბოლოსთვის მოვიტოვებ. აი წინა მხრიდან რო შევხედოთ, მიშ, მოდი, აო, წინიდან მოდი 2 წუთი. ეს ფენდერები რო ავიღოთ, აი ესე ზუსტად ანალოგიურად, რა, აი რადიატორის გვერდზე მიყვება პლასმასი, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი ფორმა არ აქვს. აი პროსტა აი რაღაცა პლასმასი არის, მიდებული არის და გადმოკეცილი არის გვერდზე. აი არაფერი რამე დიზაინში ჩასმული და რაღაცა თან ნუ იაფიანი ხარისხის პლასმასი რაც არის, ეგ არის რა, ეგეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს ყოველ შემთხვევაში მე რა, ნუ რაღაც განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვიტყოდი. წინა კრილო რო ავიღოთ, აი Kawasaki სტივარ ახლა ყველა მიცის და არაფერი დასამალი მაგაში არ არის რა. Z9-ს თავი დავანებოთ, ამის კონკურენტი არის Z9-ი და მაგაზე არაფერს არ ვიტყვი. AX400-საც კი რაღაცა
ჭრილები აქვს და 650 როა იყო 2 ცილინდრიანი. რაღაც აქ შუაში ჭრილები აქვს, ფორმა აქვს გამოყვანილი. Ducati-ზე არ ვიტყვი ახლა არაფერს Monsters რა ლამაზი და Street Fighter-საც რა ლამაზი Fender-ი აქვს წინ, ანუ აი აქ წინა კრილოზეც კი უკვე ხალხი გადასული არის, დიზაინერები გადასული არიან რაღაცეების შექმნაზე და თვალში რომ დასამახსოვრებელი იყოს. აქ არაფერი, უბრალოდ დატყეპებული პლასმასი გვაქვს, აი ეს ფორმა მიცეს, საბურავი დადეს, საბურავზე შემოაკრეს ეს პლასმასი და всё დააწეპეს მოტოციკლზე ეგრევე რა. რაღაც განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვიტყოდი და რა თქმა უნდა არ მოწოს არც ეს წინა Fender-ი. აი ამ სახეს რაც შეეხება სად? ჩემთან არ წვიმს. მან წვიმს? ხო, მოკლედ ცოტა შიგნით შემოვიწიეთ, რომ ძალიან არ დაუსრულებულიყავით, კამერა რო არ დასრულდეს ძალიან. მოკლედ წინა Fender-ი რა, მე მგონი გითხარით, რომ ძალიან საშინელი ფორმის და დიზაინის არის, ჩემი გადმოსახედიდან მე ძალიან არ მომწონს. იმიტომ რომ ბევრად უკეთესი შეიძლება და გაეკეთებინათ, როცა SP ვერსია ქვია, როცა Yamaha ქვია და როცა MT-09 ყავს, რომელზეც ხალხი აფანატებს და ჭკუა ეკეტება. მე მგონია რომ ცოტა უკეთესი შეიძლება და ყოფილიყო. მოდი სანამ ამ წინა ცხრილზეც გადავალ, აი გვერდზე დამოვიწყდა ერთი პატარა დეტალი რა. აი ამას თუ ხედავთ, როცა აი ამას თუ ხედავთ, ეს რა არის ბიჭო პროსტა. აი ეს რა არის ბიჭო. შუაში აქვს იმხელა ადგილი, იმხელა სივრცეა შუაში დატოვებული. აი აქ შეხედე, ხელი გადის ჩაოლობე. ფეხი რომ მოგინდეს შეყობ ჩაოლობრივად შიგნით იმენა რა. ძალიან დიდი სივრცეა წინა მოდელებზე ესე არ არის. აქ რაღაცა შეიძლება და დიზაინი გაკეთებულიყო რამის ისე, რომ აქ ეს სივრცე ან პლასმასი ხუფი რაღაცა შეიძლება და გაეკეთებინათ ისეთი, რომ აი ეს ამხელა სივრცე და ცარიელი ადგილი ამოევსოთ რა. რავი, ჩემი აზრით ესეც ცოტა შეცდომა შეიძლება ჩავთვალოთ ჩემი გადმოსახედიდან. ეხლა წინა მხარესთან რომ მოვიდეთ, Fender-ის ზევით გვხვდება ესეთი ციკლოპი ფარი და ციკლოპს გვერდზე აქვს ეს ლინზები, რომლებიც არ სერიაში, არ 6-ში, არ 1-ში ძალიან ლამაზად არის თავის ადგილას და უხდება, ფარების ქვევით რაც აქვს ესეთი წვრილი ნათება, ეფექტური არის ნამდვილად, თუმცა აი ამ შემთხვევაში მგონია რომ აი რაღაცა ჯერ ხოლმე ადამიანის სახის ინტერპრეტაციას იწვევს ჩემში და მგონია რომ მარტო თვალებია და მეტი არაფერი რა, ოღონდ რაღაცა ბალაკლავა კი არ ახურავს ან რამე ეგეთი, ცხვირი პირი რამე არაფერი არ აქვს. Aftermarket დეტალები იშოვება, რომელსაც სავარაუდოდ გამოვიწერ და დავაყენებ. აი ეგ ყენდება დაბლა ჩამოდის უკვე პლასმასი, რომელიც ძალიან უხდება და მე მართლა ძალიან ლამაზი ხდება რა. მაგრამ ეხლა როგორც უყურებ, მგონია რომ რაღაცა აკლია. და შეიძლება და რომ უკეთეს გამოსულიყო ეს წინა ფარის მხარეც. აქ გვერდზე ყენდება რაღაცა პატარა დამატებითი პლასმასი. აი აქ ლამაზად ყენდება ეგ პლასმასი და ძალიან ალამაზებს და ასევე ზევით ყენდება პატარა windscreen-ი შუშა. ეხლა აქ ძალიან სიცარიელი არის და ეგეც ძალიან გაალამაზებს შეავსებს წინა მხარეს და მოკლედ ბევრად გაალამაზდება მოტოციკლი. ნუ აქ ეხლა რაც შეეხება, მოდი ზევიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ, რასაც ჩვენ უყურებთ, როცა მოტოციკლს უმართავთ. აი აქედან უკვე ეს მოტოციკლი არის ის, რაც უნდა იყოს. აი აქედან მართლა ძალიან დიდი სილამაზე არის ეს ყველაფერი. ჯერ ეს ტელევიზორი, რომელიც წინ დაგვიმაგრეს, ну აშკარად აკლია რა, აი აქ მაკლია ძალიან, რაც არ უნდა სპორტზე ვიყო მიჩვეული, მაინც არსებობენ სტრიტები, რომლებსაც ასე მოკია ძირითადი მასა სტრიტების წინ რაღაცა windscreen-ი ყველას აქვს და ამ შემთხვევაში აკლია და აუცილებლად დასაყენებელი არის, რასაც ვიზავ და შეავსებს ამ ადგილს, რაც სიცარიელეც გვხვდება წინ. მაგრამ მაგის გარდა აი ეს ტელევიზორი, ну ფუნქციონალურად იმდენი რამე წერია, შეგინ მაგაზე ცოტა ხანში გადავალ. მაგრამ აი ეს ფორმა ისეთი ლამაზია, ეს ბაკის ფორმა, აი ეს წაწოტებული და ზევიდან როზი ხარ. ისე კომფორტულად გრძნობ თავს აი ამაზე. სასწაულად ლამაზია რა. აი ეს წვეტები რო დავდივარ, ჯერ ხო MT-09-ს ხასიათი ზუსტად ეგ არის, რომ ხულიგანი ტიპი ხარ, როგორც კი დადიხარ. აი ამ წვეტებზე მინდა რომ წამოვიცვა ვინმე, ზებრაზე რო კაცი გადადის ან ქალი გადავა რაღაცა, მინდა რომ წამოვიცვა აი ამ წვეტებზე. ისეთი სექსუალური არის აი ეს, ისე მაგრამ მომწონს, რომ აი მარტო ამის გამოც კი აი ამ ჯდომის პოზიციის გამო შეიძლება ეს ბაიკი იყიდო ისე მაგრამ მოგეწონება როგორც კი დაждები და დაიწყებ სიარულს ამ ბაიკზე რა. მარტივად რო ვთქვათ, ვიზუალური მხარე ჩემთვის არის 10-დან ალბათ დაუწერდი 4-ს რა, მეც არ დაუწერდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეტალი არის, რასაც გავაუმჯობესებდი და რასაც ბევრად მეტად დავხვეწავდი და შესაძლებელი არის ამ ყველაფრის დახვეწა. თუმცა მე არ უნდა ვაკეთებდი ამ ყველაფერს, ქარხანაში შეეძლოთ უკეთესი გამოსვლო დად. თუმცა ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, დიზაინის გარდა ეს დიზაინი არის ის ნიუანსი, რომელსაც გამოვასწორებ რა, ჩაერევი ხელებს უფათურებ
და იქ რაღაც პატარა aftermarket პლასმას დააყენებ, wine-screens დააყენებ, აქ რაღაცა ხუფები იყიდება, მაგ ხუფებს დააყენებ, აი ამ მაყუჩს გამოცვლი გადააგდებ ნაგვის ყუთში და მოკლედ რაღაცას დაემსგავსება ვიზუალურად ეს ბაიკი. თუმცა რაც შეეხება ტექნიკურად და რაც შეეხება მართვას 10-დან შემიძლია დაუწერო 20 აი ამ მოტოციკლს, იმიტომ რომ იმდენად მაგარი სამართავი არის, ისე მაგრა მოეწონება ნებისმიერს და ჯერ გავლილი აქვს ამ ბაიკს 60 კილომეტრი, აქედან 15 ვიარე მე, დანარჩენი ჩემმა ძმაკაცებმა იარეს, იკატავეს იქ პიტსტოპში და ყველას ძალიან მაგრად მოეწონა და მე პირადად ეხა რამდენჯერაც ეხა ამ ბაიკზე დავჯექი, მგონია რომ აი ვესპათი რო დავდივარ ხოლმე ქალაქში, ზუსტად ეგეთი შეგრძნება, მაქვს ვესპათი რო გამოვდივარ ხოლმე, იმდენად პრაქტიკული ტიპი არის და იმდენად კომფორტულად გრძნობ თავს, რომ საერთოდ არ მაქვს არანაირი არც დაღლის შეგრძნება, დისკომფორტი რაიმე რომ დიდ მასიურზე ვზივარ ან ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან კომფორტული ბაიკი არის. ნებისმიერი ვინც მე ხა მაგალითად 185 სანტიმეტრი ვარ სიმაღლეში და ჩემთვის ძალიან კომფორტული არის რა. ამის წინა მოდელები არის თუ ზუსტად მახსოვს 30 მმ-ით მაღალი და გაცლებით აი როგორი შეგრძნება მქონდა ისი იმეებზე რომ ვიჯექი ხოლმე თითქოს სუპერმოტოზე ვზივარო რა. ის სტრიტის ხმარება რაც არის ხა MT-09-ზე წინა მოდელებზე ვისაც ყავს პირველი და მეორე გენერეიშენი რო დაждდეს ამაზე, მიხვდება რომ აბსოლუტურად სხვა ბაიკი არის ეს და ისე კომფორტულად მოსახოს შედის, აი არანორმალურად, ძალიან ეგრევე ეთყობა, ჯერ აპკატკაზია და შესაბამისად ვერ შევძლებ ისე ხმარებას, როგორც მე მინდა რომ ვიხმარო ეს მოტოციკლი, მაგრამ უკვე ეთყობა ეს მოტოციკლი, როგორი ცხოველიც არის, რა კომფორტულად და რა სტაბილურადაც შედის მოსახოში და როგორი განსხვავებული არის მისი მამისგან და ბაბუისგან, იმიტომ რომ ადრე ბევრჯერ შემიდარებია MT-09 Z9-ს და სტაბილიზაციის თვალსაზრისით აბსოლუტურად არასტაბილური და არაადეკვატური ბაიკი არის MT-09 ამ მოდელამდე რაც გამოდის ყველა. ნუ ამის წინა მოდელი კიდე ცოტა უფრო სტაბილური არის და გააკეთილშობილეს, მაგრამ პირველი და მეორე გენერეიშენი რაც არის 09-ის ძალიან არასტაბილური ბაიკი არის და მოგწონს რა, ეგ ხასიათი აქვს ზუსტად MT-09-ს და ეგ მოსწონს 09-ის მოყვარულს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს ბევრად კომფორტული ჯდომა, ბევრად კომფორტული სვლა ქალაქში, ხასიათი გვაქვს ზუსტად იგივე, როგორც წინა თაობებს, მაგრამ გაცილებით დახვეწილი, გაცილებით აზრზე მოსული, თითქოს გაიზარდაო MT-09, ასაკი მოემატა და ცოტა უფრო დაღვინდა გამოცდილება შეიძინა და შესაბამისად უკვე პრაქტიკულობაზეც წავიდნენ რა. ერთი კიდე პრაქტიკულობიდან გამომდინარე, რახან ვახსენე, გეტყვით რომ არსებობს MT-09 SP, რომელიც ჩვენ ესპანეთში გადავიღეთ და მიშა ამასაც ჩასვავს ლინკს შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, სადაც ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მივაყენე MT-09-ს და ვერც წარმოვიდგენდი მაგ ვიდეოს გადაღების პროცესში, რომ სულ რაღაც რამოდენიმე თვეში მე თვითონ მეყოლებოდა სულ ახალი MT-09. თუმცა აზრი არ შემიცვლია, ეხაც ზუსტად იგივე აზრზე ვარ, რომ როცა MT-09-ს ყიდულობ, ხარ ის ტიპი, რომელიც კონკრეტულად MT-09-ს ყიდულობს და არა რაღაცა მოტოციკლს, არამედ კონკრეტულად მიდის MT-09-ის საყიდლად, იმიტომ რომ ამას თავისი ხასიათი აქვს, თავისი სტილი აქვს. თავისი მიმდინარეობა აქვს რა, ეს რო უნდა იყიდო, ნიშნავს რომ იცი რასაც ყიდულობ. თუმცა აი ესპანეთში რაც გავტესტე, ეგ არ იყო MT-09. უკლაჩო, ანუ გადაბმულობის არ მქონე MT-09, აი ვერ წარმომიდგენია რომ შეიძლება ვინმეს უნდოდეს. დღემდე ვერ ვამართლებ მაგას, არსებობს MT-09 Tracer GT, არსებობს MT-07-იც, რომელიც ასევე უცეპლენიო ვერსიები გამოდის და კი ბატონო, მაგ შემთხვევაში გამართლებულია, კომფორტზე არის გათვლილი, დამწყებებზე არის გათვლილი, შორგზაზე სამოძრაოდ არის გათვლილი და შესაბამისად, კი, რა თქმა უნდა, კომფორტული არის და ვამართლებ მაგ კუთხით, რომ ავტომატიკა მოტოციკლი ყავდეს. მაგრამ როცა MT-09-ს ყიდულობ, შენ არ ყიდულობ რაღაცა მოტოციკლს რა, შენ მიდიხარ, ცენტრში მიდიხარ კონკრეტულად MT-09-ის გამო. ამიტომაც ვერ ვამართლებ MT-09 ავტომატიკის ვერსიას და მგონია რომ ვერც ვერასოდეს ვერ გავამართლებ, თუმცა აი რაც შეეხება ცეპლენიას, მე ძალიან გავერთი ამ მოტოციკლით, ძალიან ასიამოვნები ვარ, კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ჩემ ძმაკაც არ ჯერა რომ ეს მოტოციკლი ჩემი არის და მართლა ვიყიდე, მაინც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოდი ყველასთან მაინც ისე Kawasaki-თან ვასოცირდები და პირდაპირ ვეთყვი რა, ვიზუალურად Kawasaki მილიონჯერ მირჩევნია აი ამ მოდელს. ბევრად დახვეწილი ვერსია არის Kawasaki Z900, ბევრად უკეთესი არის ვიზუალურად, თუმცა ტექნიკურად ეს ბევრად მაღალ ლეველზე არის ვიდრე Kawasaki Z900. და ამ ყველაფერს უკვე მოძრაობაში განახებთ ლაპარაკის დროს. მოდი მე მგონი ამინდი გამოგვივიდა და გავაგრძელოთ შეგვიძლია აქვე გადაღება სანამ ქალაქში მოძრაობის კადრებზე გადავალთ. მოდი ტექნიკურად საკითხებზე რომ გადავიდეთ. პირველი რაც შეგვიძლია აქვე აღვნიშნოთ არის აი ეს Brembo სამუხრიჭე სისტემა.
რომელიც არის მონობლოკი და არის მართლა რავი მე რაც ვიარე ახლა ნუ ცდილობდი 5-6000 აბაროდზე მეტი არ დამეტრიალებინა ძრავისთვის მაგრამ გაჩერებაზე აი მართლა ძალიან მაგრა დაჩერებს ყოფნის ამისი წონა ამ მოტოციკლის და მგონია რომ არის მუხრუჭები რომელსაც შეიძლება სრულად ეინდო ნუ აი ამ შლანგებს რა თქმა უნდა გამოუცვლიდი არმირებებს დავაყენებდი რა თქმა უნდა თუმცა თვითონ სამუხრუჭე სისტემა ბრემბოსი სუპორტები და ასევე მასტერი 100%-ით აკმაყოფილებს არა მარტო ჩემს, არამედ ყველას მოთხოვნილებებს და ამ მოტოციკლით შეგიძლია ძალიან თავისუფლად ტრეკზეც შეხვიდე, შევარდე და დაადუღო იქაურობა, იმიტომ რომ მუხრუჭებს შეგიძლია 100% დენდო მარტივად რომ ვთქვა. უკანას შემთხვევაში გვაქვს ნისინი, თუმცა ნუ უკანაც საკმაოდ კარგი არის და ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ცუდი ტექნიკურად ცუდი არის. ბრემბო რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ნამდვილად აკმაყოფილებს ამ მოტოციკლის წონას და იმ მოთხოვნებს რაშიც შეიძლება გამოიყენო ეს მოტოციკლი. ასევე გვაქვს წინ KYB-ის ამორტიზატორები, რომელსაც აქვს სრული რეგულირება, აბსოლუტურად რაც კი რამე შეგიძლია რომ წარმოიდგინო ამორტიზატორის რეგულირებაში, ყველაფერი აქვს ამას და ასევე გვაქვს უკან All-in-ის ამორტიზატორი, რომელიც ასევე სრულად რეგულირებადი არის. ყველანაირი ფუნქცია გააჩნია რეგულირების, თუმცა ეს ყველაფერი არ არის ელექტრო, არის მექანიკურად რეგულირებადი, მაგრამ ყველანაირი რეგულირება აქვს წინაც და უკანაც. ზუსტად ამ ამორტიზატორების ხარჯზე არის, რომ მოსახოვში ეს მოტოციკლი იმდენად სტაბილური არის და იმდენად მაგრად გრძნობ თავს მოტოციკლზე ჯდომისას, რომ გინდა რომ ყველას გადააფრინდე, გინდა რომ ჩვეულებრივ სპორტბაიკებს დაუდგე, მოსახოვში გაყვე, ეცადო რომ მათზე უკეთესად შეხვიდე მოსახოვში და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან დიდ თავდაჯერებულობას გვმატებს ეს ამორტიზატორები, რაც ამ მოტოციკლზე არის და დიდი რესპექტი ჩემგან ამის გამკეთებელს. სანამ ელექტრონიკაზე გადავალთ, ელექტრონიკაზე ძალიან ბევრი რამ გვაქვს სასაუბრო, იმიტომ რომ 27 საუკუნეში არის ეს ბაიკი ელექტრონიკის ხარჯზე, იმდენად ბევრი რამეთი არის, გაძეძგილი და ჩატენეს ყველაფერი შიგნით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რაც კი რამ ელექტრონიკა არსებობს თანამედროვე მოტოკულტურაში, ყველაფერი არის აი ამ ბაიკში ჩაძეძგილი და ჩატენილი, წიხლით არის აი ესე ჩატენილი, ამ ყველაფრის მიუხედავად აი აქ მაინც ადგილი დარჩა და აი აქაც ხო შეიძლება რამე ჩაეტენად ბიჭო იმენაირი რომ ყურებისე მეცინება ძალიან სასაცილოა აი ამ ხელო როგორცა დაკუნთული ტიპია და თითქოს რაღაცა აკლია აი ამ ადგილას რა რავი ნუ არ ვიცი აი ამის გამო აი აქ რო არაფერი არ აქვს მიფარებული რავი აი Yamaha-ს ცენტრ არ ვიცი რა უნდა უთხრა მაგის გამო რა ცენტრა შვეშია სადაა ოფისი Yamaha-სი. კაი, მოკლედ, ამ მოტოციკლის თავარი კონკურენტები ბაზარზე გვყავს. KTM 990 R ვერსია, Triumph Street Triple 765 RS ვერსია, Ducati Street Fighter V2 და რა თქმა უნდა Kawasaki Z900, რომელიც არის პირდაპირი და ნუ საქართველოსთვის ყველაზე მორგებული კონკურენტი ამ მოტოციკლის. ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ და შეიძლება მე ამ მოტოციკლის შედარება უკვე სხვა ბაიკებთანაც იქნება ის Kawasaki თუ Triumph თუ Ducati თუ ასე შემდეგ. ნებისმიერთან შეიძლება შედარება ამ მოტოციკლის. ხო, რაც შეეხება MT-09-ს, ზოგადად ბაზარზე გვხვდება 2013 წლიდან, წარადგინეს ტოკიოს მოტოშოუზე 2013 წელს MT-09 Master of Torque ეგ არის განმარტება MT სერიის, რაც ნამდვილად დამაკმაყოფილებელი არის და ნამდვილად აასრულეს ეგ ნამდვილად პროფესორი არის თორქის, ნიუტონ-მეტრების, იმიტომ რომ იმდენად დიდი თორქი აქვს, რომ ვერ წარმოიდგენ ზედროზე ხარ, იმდენად აი გონია რომ აი გინდა რომ გადაახტე რა ყველაფერს მე-5, მე-6 სიჩქარეშიც კი გას როგორც კი აძლევ ეგრევე გრძნობ რამხელა კვერცხები აქვს ამ მოტოციკლს მარტივად რომ ვთქვათ რა. ასე რომ სახელი ნამდვილად გამართლებული არის. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ბაზარზე ერთი შტატის გარდა, ნუ ყველგან ქვია FZ09, დანარჩენი მთელ მსოფლიოში ეს მოტოციკლი ნაცნობია როგორც MT-09 სერია. ნუ ამ შემთხვევაში და ამის წინამოდელში დაგვიმატეს უკვე SP ვერსიები, რომლებიც არის ცოტათი უფრო განსხვავებული სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით და რა თქმა უნდა ჩემი აზრითაც თუ ყიდვა ეს რო ყოფილიყო სტანდარტული ვერსია მე ამას არ ვიყიდით არც შემთხვევაში განსხვავება გვაქვს სამუხრუჭე სისტემაში გვაქვს ამორტიზატორებში და ნუ რამდენიმე მოუთში არის კიდე რაღაცები განსხვავებული რა მაგრამ ნუ ის $1700 რაც არის განსხვავება სამუხრუჭე სისტემასა და ამორტიზატორებშიც კი ნამდვილად ღირს რომ დავამატოთ და გადავიხადოთ ბაზარზე ვიდრე ჩვეულებრივი MT ვერსია ვიყიდოთ. საქართველოს ცენტრში ისევე როგორც სხვაგან $12500 ეკვივალენტულარში ღირს ეს მოტოციკლი. $1700 იაფიღებს ჩვეულებრივი სტანდარტული ვერსია, რა თქმა უნდა, როგორც ვახსენე. თუმცა უნდა ვახსენო ასევე ისიც, რომ ევროპაში ამ ფაში ვერ იყიდით ამ მოტოციკლს. გაცლებით ძვირი ღირს ევროპაში, რაც ნახე ხა მოვიძიე პლუს მაგას, ნუ
ჩამოყვანა თუ მოგინდებათ ვინმეს და ამბაჟება და ტრანსპორტირების ხარჯები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეგენი ცალკე საკითხი არის, მაგრამ ვისაც აქვს ეგ თანხა, რჩევის თვალსაზრისით, ვისაც აკმაყოფილებს ეს დიზაინი, შემიძლია თამამად ურჩიო, რომ მიდით და ეს მოტოციკლი იყიდეთ. და და Google ციფრებზეც გადავიდეთ, თავი რო დიდად არ მოგაწყინოთ, სანამ გადავალთ უკვე მოძრაობის კადრებზე. ნუ შეგიძლიათ თქვენც ნახოთ 119 ცხენის ძალა აქვს ამ მოტოციკლს, 93 ნიუტონ-მეტრია და ძალიან დამაკმაყოფილებელი კი არის, ზედმეტიც კი არის ეს ნიუტონ-მეტრები. ამ წონასთან შეფარებით, რაც ამ ბაიქს აქვს, მშრალი წონა ამ მოტოციკლის არის 188 კილოგრამი. და ეგრევე იგრძნობა, როგორც კი ზიხარ მოტოციკლზე, გონია რომ აი ჩუსტი გაიკეთე მოტოციკლზე, იმდენად მოყვება ნებისმიერ მანევრში. ბაქს რაც შეეხება, გვაქვს 14 ლიტრიანი საწვავის აუზი, მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ხელა მოცულობის არის და გგონია რომ მთელი რა ტონა ჩაეტევა საწვავის შიგნით, ამის მიუხედავად ეს რეალურად არის უბრალოდ საფარი, რომელიც სულ რაღაც 14 ლიტრ საწვავს იტევს შიგნით და შესაბამისად ხშირად მოგიწევთ ხოლმე გადაავსოთ, თუმცა აღსანიშნავია რომ ეს მოტოციკლი არ მოიხმარს რაღაცა კოლოსალურ საწვავის ოდენობას რა. რაც შეეხება ძრავს, ეს არის ზუსტად ის CP3 ძრავი, რომელსაც Yamaha უკვე დიდი ხანია იყენებს, cross-plane-ი ესე ქვია ამას და არის სიმფონია არის ფაქტიურად, რომელსაც აი ეს მაყუჩი ახშობს და ნუ აი მარაზმია, ჯერ ის არის მარაზმი, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება პატრულების გადამკიდე, რასაც ეს პატრულები ჩადიან და ავალდებულებენ ხალხს, რომ აი ეს მარაზმი ეკეთოთ მოტოციკლზე. არის სრული მარაზმი, კიდევ ერთხელ აღნიშნავ და ვებრძვით მაქსიმალურად მაგას რო ეგრე არ იყოს, იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, მაყუჩები ყველას გვაწუხებდა, ხმაური ყველას გვაწუხებდა, რომ ამ ხელაზე იყო უკვე ყურშიც და ღამე ვეღარ ვიძინებდით და კი, რა თქმა უნდა, გამართლებულია ის, რომ ეგ რეგულირდებოდეს რაღაცა კუთხით, თუმცა არა ისე, როგორც დღეს საქართველოში ხდება და ყველა ვიდეოში მე მგონი მაგის შესახებ რაღაცას ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ ის, რაც დღეს პატრულის მხრიდან ხდება, არის დაჩაგვრა და მეტი არაფერი აბსოლუტურად. აი ამ მარაზმზეც რო გადავიდეთ, რა თქმა უნდა, ეგრევე უნდა მოხსნა და გადააგდონ აგვისტყუთში, ოღონდ მანამდე ჯერ კატოკეთ უნდა გადაუვალო, რომ ვინმე არა მოიღოს იქიდან და არ დააყენოს საკუთარ მოტოციკლზე და ამაზე რა თქმა უნდა დააყენოს სრული გამშვები ან აკრაპოვიჩის ან ეროუსი ან რაიმე სხვა ისეთი ბრენდი, რომელიც აი ამ სიმფონიას, რაც ამ მოტოციკლს აქვს, გადმოგცემს ყურამდე იმდენად იდეალური ძრავი და მუშაობა აქვს ამ მოტოციკლს, როცა დადიხარ, იმდენად დიდი სიამონება არის, რომ ვერ აგიხსნით რამხელა ცოდვა არის, როცა აი ეს მაყუჩი გიყენია ამ მოტოციკლზე რა. პირველი როგორც კი ამ მოტოციკლს ყიდულობ ქარხანაში, ეგრევე უნდა იყიდო ამისივე მაყუჩი, რომელსაც დაუყენებ და ისიამონებ იმ წამოსული სიმფონიისგან, რომელსაც ეს მოტოციკლი გთავაზობს ნებისმიერი მეტრის გავლის დროს. მოკედ 2 წუთით შემოგეჭერით ისევ და შემდეგ გააგრძელებთ ამ ვიდეოს ყურება ისევ თავიდან. როგორც წინა ვიდეოში გითხარით, აცი ყველა ვიდეოდან უკვე ლაივები აღარ იქნება და თვითონ ვიდეოშივე იქნება გამარჯვებულის გამოვლინება და თქვენი თავი შეგიძლიათ იპოვოთ ვიდეოშივე. რა თქმა უნდა, ეხლა არ მოგაწყენთ დიდხანს. ჩვენი სუპერ მეგობარი კომპანია Galpis-გან გვაქვს 60 ლიტრის სუპერი, რომელიც 2 ღბლიან მაყურებელს შორის გათამაშდება 30 ლიტრის სუპერი და შესაბამისად, ვინც თუშეთის ვიდეოზე დაწერეთ კომენტარები და აქტიურობდით, აგერ ეხლა თქვენ თვალწინ გავათამაშებთ ამ ვიდეოს კომენტარებიდან 2 ღბლიანს შორის აი ამ 30 ლიტრის სუპერს კომპანია Galpis-გან. კიდევ ერთხელ ძალიან მადლობა მინდა გადავუხადო Galp პირველ რიგში იმისთვის, რომ ამის საშუალებას გვაძლევს და მეორე ძალიან მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ მაყურებელს, რომელმაც აზრი დააფიქსირა კომენტარის სახით, მოიწონა, გადააზიარა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ვიდეოს, ძალიან დიდი აქტიურობა ჰქონდა ამ ვიდეოს და უამრავ ადამიანს მოეწონა და მართლა ძალიან ბევრმა ხალხმა მომწერა, ბევრს ვერც უპასუხე ჯერჯერობით, მაგრამ მოვალ თქვენამდეც გიპასუხებთ. ხო და ხალხს ძალიან მოეწონა, ძალიან კმაყოფილები იყვნენ წინა ვიდეოთი და რა ვფიქრობ, რომ ესე გაგრძელდება და სხვა ვიდეოებიც, რომელსაც საქართველოს სტორიდან შემოგთავაზებთ, მე მგონი ისინი საინტერესოები იქნება. ხო, მოდი, აგერ არის ეს რენდომაიზერი პროგრამა. ეს არის ეგ ვიდეო, სადაც ფორთხავ ესე. კარგი. ეს დავაკოპიროთ ახლა. და აქ ჩავსვათ ამ ვიდეოს ლინკი. აგერ არის paste. ოკეი, გვაქვს ესე იგი 2 მონიშნული გვაქვს, 6331 ნახვა ქონდა ჯერჯერობით ამ წუთამდე, 464 კომენტარი არის ჯერჯერობით დაწერილი და კიდევ დრო და დრო ემატება და შეგვიძლია რა თუმცა მზად ვართ, შეგვიძლია დავაჭიროთ და 2 ღბლიანი მაყურებელი გამოვავლინოთ, რომელიც აგერ Galpis, აგერ მიჭირავს ხელში სუპერები, ესეთ ტალონებს მოიგებს ჩვენი სუპერ მეგობარი კომპანია Galpis-გან. აბა, მზად ვართ 1 2 7. ოპა, ესე იგი, მოიცათ, ჩამოწიოთ დაბლა. არასდროს დავიწყდება მაგ კარგ სტუმარს საქართველოს და ეს მოგზაურობა. ბრავო, საუკეთესო ვიდეოა. ეს არის ზურა ჯიბლაძე 79993 და
დავით სუხიშვილი 837 ეს ჩემი ვაკაცია. სათხარ რა ლამაზია. ვა, ზაკაია. აი მოდი გავმარტა უცებ ეხა ამის ამოჭრა არღის ყველა ერთიანად მივაბათ ეხა რა რატო გაგვეცინა ეს შენ მაგიტო გაგეცინა ხო მოკლედ ერთ-ერთ წინა ვიდეოზე ლაივში როცა გავედით დავით არის ჩემი ვაკაცი რომელიც ჩვენ და ერთად უშეთიშიც იყო სტანტით რო დადიოდა ეგ არის ხო და მოკლედ წინა ვიდეოში ერთ-ერთ რომელიღაც ადრინდელ ვიდეოში სულ აქტიურობს ხოლმე სულ რაღაცა კომენტარს წერს ხოლმე და გათამაშების დროს მოიგო 30 ლიტრი სუპერი და გადაობოში იყო თან იქვე იდგა რა და მოკლედ აღარ მივეცით რა იქვე იდგა ანუ მეთქი ვინ არის დავით სუხიშვილი და მეთქი სუხო შენ ხარ რა მაგრამ მოკლედ არ მივეცით ეს 30 ლიტრი სუპერი და გადავათამაშეთ ახლიდან და სხვას გავამარჯვებინეთ მოკლედ მაშინ იმიტომ რომ ნუ რაღაცას არ ეფიქრა რომ ახან ზვაკაცი არის მაგიტომ მოიგო მაგრამ მეორეჯერ გავუმარტლა და მართლა რანდომოზით გადავათამაშე და რანდომოზით წავართო ამიტომ სუხო აგერ არის შენი 30 ლიტრი სუპერი და მეორე ბიჭი არის ზურა ჯიბლაძე 79993 მოკლედ აი მორმა ძალიან მაგარმა ადამიანმა ძალიან კარგი კომენტარებისთვის დაიმსახურა 30 ლიტრის სუპერი ჩვენი სუპერ მეგობარი კომპანია Galp-ისგან. ეხლა მე მგონი დრო რომ გავაგზავნოთ ვიდეოს ყურება და ესეთ ხიაულ ნოტაზე შეგვიძლია დანარჩენ ვიდეოსაც შევყვეთ. კაი, მოკლედ. აბა. ძალიან უცნაური რამე უნდა ვთქვა ეხლა. ისეთი რამე უნდა ვთქვა, რაც ცხოვრებაში არ მithქავს. მოკლედ, მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი MT-09-თან, ანუ აი ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი რომ MT-09-ს ვიყიდიდი მეღადავე მე აი ვაფშე ვერც ვიფიქრებდი ეგეთ რაღაცას რომ მივიდოდი და სულ ახალ ცენტრის MT-09-ს დავითრევდი. როგორი წარმოუდგენელია ეხა ჩემთვის ვინც ახლოს მიცნობს და ჩემთან ურთიერთობა აქვს, ყველანი მიხვდებიან რას ნიშნავს რომ მე ხა ამ ტექსტს ვამბობ. ჩემი MT-09-ით გამოვედი ქალაქში, აი ძალიან მეცინება. ვა, კაი, ძალიან საინტერესოა, მოკლედ. ესე იგი, ოპა. ბიჭო, აი, კაი, მოკლედ, სადაც ნახოთ რა გამოგვივა, ეხლა ძალიან ისე ვქნობ თავს რა. სხვისი რო იყოს, უფრო თამამად და კარგად ვიგრძნობდი თავს, ვიდრე ეხლა ჩემი MT-ი როგორ გამოსული ქალაქი. არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ ეხლა გვაქვს გავლილი 64 კილომეტრი. 1 კილომეტრი ხანდა გავლილი რომ გამოვიყვანე ეს ბაიკი და 1 კილომეტრის მერე, 1 კი არა, 2 ქონდა მე მგონი. ან 1 ან 2 არ მახსოვს რა, ზუსტად. მაგის მერე ეხა აქვს 65 კილომეტრი გავლილი. რეალურად მე ვიარე ალბათ 1-5 კილომეტრი, დანარჩენი 60 იარეს ბიჭებმა. პიცტოპში მივიყვანე და ვიზაც არ დაეზარა ხო იასია, ყველა ეგრევე დაჯდა და გატესტა რა, ნახეს რა. თუმცა აპკატკაზია და შესაბამისად ვცდილობ რომ ვიარო 2 წლის მეორე კლასელი ბავშვივით რა ეხა ახალი დამჯდარი ტიპები რო არიან ბაიკებზე და მანქანებში ეს ფეხებით რო დადიან და აი ეგრე დავდივარ ხოლმე იმე და იმიტომ რომ გაზი არ მიცე და იმიტომ რომ ცოტა ისე არ ვიხმარო როგორც მინდა რომ ვიხმარო და ნერვოზი დამემართა ალბათ მართლა 10 კილომეტრი მექნება მე გავლილი ამ ბაიკით მეტი არა რა 15 მაგის ზედაცვატია და აი 15 კილომეტრი ნერვოზი დამემართა ისე საშნელება არის აპკატკის რეჟიმში სიარული როცა აბაროც ვერ აძლევ როცა ვერ დადიხარ ისე როგორც შენ გინდა და მით უმეტეს როცა MT-09-ით ხარ და ისე ვერ დადიხარ როგორც MT-09 უნდა იაროს რა აი ძალიან საშნელება არის ვისაც სურვილი გაქვს გამომეხვაურეთ დაწევთ კომენტარებში ბაიკს გათხოვებთ და 500 კილომეტრის მერე მომიყვანეთ ბაიკი ეს 500 კილომეტრი იკატავეთ ვისაც გაგიხარდებათ ოღონდ თავარი არის რომ 5-6000 აბაროც არ გადააშოროთ აი მოკლედ ნუ აგერ არის ეს ჩვენი MT-09 რომელიც აი აქედან რო უყურებ აი ამ ხედით ისეთი სექსუალურია
ისეთი რომ რავი, არ ვიცი, აი ძალიან მინდა რომ რაღაცები გამოფუჭო და დავაშავო ეხლა და ისევია რომ როგორც მიყვარს სიარული, მაგრამ ორი რაღაცის გამოვიკავებ თავს, ერთი ის რომ ზოგადად არ მიყვარს და არ ვემხრობი იმას რომ კამერაში გამოვაჩინოთ ისე სიარული როგორც დავდივართ ხოლმე ეხლა ბაიკზე ვინძივარ და ვით უმეტეს დიდი ხანი ზის ბაიკზე არავის არ უყურს სიგიჟეები და რეგენერატიული სიარული ქალაქში. თუმცა გამარჯობა გენაცვალე. თუმცა ქალაქის მოძრაობიდან გამომდინარე იმდენი სიგიჟე ხდება დღის განმავლობაში რომ მაინც მილიონი საფრთხე არის და ყური, ხელი, ფეხი, ყველაფერი ძალიან ყურადღებით უნდა გქონდეს რომ ძალიან იმასნათ რა ქვია. მოკლედ რა ლაპარაკობდი? მოკლედ არ ვემხრობი იმას რომ ქალაქში დეგენერატივით ვიაროთ. ბართ გამოვხედი აქეთ იმენ საგიჟეთი გვაქვს. ქალაქი კი არა ზოოპარკი გვაქვს ჩვეულებრივად. ხალხი ისე დადის, მანქანები ხალხი აუ ყველანი ისე დადიან რომ მართლა აზრზე არ არის არავინ რა როგორ ანაირად რატო ზარბილია ბიჭო წინ ხაიაბას ამორტატორები გვაქვს უკანა ოლინსი და ჯერ არაფერი არ დამერეგულირებია ჩემ წონაზე სიმაღლეზე არაფერი არ მაქვს მორგებული აბსოლუტურად პროსტა დავჯექი გამოვედი ეგრევე რა და ესეც კი ძალიან ორბილი და კომფორტული ბაიკი არის ელექტრონიკას რაც შეეხება რაც კი რამე ელექტრონული არსებობს თანამედროვე ბაიკში ყველაფერი აქვს ამ ბაიკს, აი აბსოლუტურად ყველაფერი აქვს. მოკლედ გავჩერდით ისე უწვიმად დაიწყო და მოკლედ დღეს გაგრძელებას აზრი აღარ აქვს თუმცა ეს რავი ლამაზმანი არის თუ მახინჯი თუ ვინც არის რაცის უჩვენ გვეყოლება და ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავაგრძელოთ გადაღება ამ ვიდეოსი ეხლა სანამ წვიმს გარეთ შემოვაფარეთ გალფს თავი ჩვენი მეგობარი კომპანია რა თქმა უნდა ეხლაც გადაგვივსებს ბოლომდე საწვავის აუზს და რა თქმა უნდა ასევე თქვენც გთავაზობთ არ დაგავიწყდეთ ყველა ვიდეოს ქვეშ დააკომენტაროთ ნებისმიერი სახის კომენტარი იმიტომ რომ ამ ვიდეოშიც როგორც სხვა დანარჩენებშიც ყველა ვიდეოდან ამოვარჩევთ ორი იღბლიანი მაყურებელს რომელსაც 30 ლიტრ სუპერს გადავწევთ. მოკლედ ძალიან ისეთი ამინდები დაგვემთხვა რომ ფიზიკურად ვერ გადავიღეთ თავიდან ბოლომდე ერთ დღეში ეს ყველაფერი და ამიტომ მართლა მე-4 და მე-5 ვარ გამოსული აი ამ ბაიკით და ამასობაში 324 კილომეტრი გავლილი ამ მოტოციკლით 1 კილომეტრი ქონდა გავლილი რომ ვიყანე და რომ გამოვიყანე და მაგის მერე 323 კილომეტრი ვიარე ამ გადაღებაში და სახლი საქმეები და ასე შემდეგ მაგრამ ნუ დადებითი მხარე ის არის რომ შემიძლია გითხრათ როგორი ტიპი არის სრულად შემიძლია გითხრათ იმიტომ რომ ქალაქ გარეთ ნუ რუსთავში ვიყავი ერთხელ ჩასული ტრეკზე დანარჩენი სულ ქალაქში მომიწია ამ ბაიკით სიარული და შესაბამისად სრულად შემიძლია გითხრათ როგორი ტიპი არის ეს ბაიკი. ოღონდ მარტივად რომ ვთქვათ, მოდი ეს რაღაცას გეტყვით რა, ეს ბაიკი არ არის Yamaha MT-09 SP რა, აბსოლუტურად სხვა მოტოციკლი არის.
საერთოდ არაფერი არ აქვს. თანხმედრაში და არავერი ბიძაშვილი არ არის თავისი წინამორბედის, არც შვილი, არც შვილიშვილი, არც ბიძაშვილი, აბსოლუტურად არავინ არ არის ეს ბაიკი იმ წინა MT-09 მოდელების, რომლებმაც ესე შეგვაყვარა თუ შეგვაზიზღა თავი ზოგ მოტომოყვარულს, ვისაც რაიმე შეხება ქონია MT-09-სთან. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული მოდელი, სრულიად ახალი მოტოციკლი, რომელიც შექმნა Yamaha-მ და უბრალოდ გამოიყენა ეს ცნობილი სახელი იმისთვის, რომ ეს აჟიოტაჟი და ჰაიპი რაც არის MT-09-ის შესახებ და გარშემო ყველაფერი გამოიყენა ამ მოდელისთვის, თუმცა რეალურად აბსოლუტურად სხვა მოტოციკლი არის. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ბანძი გააკეთეს, ვისთვის, როგორ და რაში გამოიყენება ეს მოტოციკლი, მაგაზია ზუსტად დამოკიდებული. ოპა. ერთ. ოპა, M1000X-ერი, ოპა. რომელი ხარ? როგორ ახარ? არა მიშოს, ნელა. ეს მოსწავლე და მასწავლებელი შეხვდა. ეს საიდან ეს ბაიკი? აი, მოკლედ გავაგრძელოთ ახლა, სადაც გავჩერდეთ იქიდან. ეს ბაიკი, მოკლედ რა ვთქვათ, ძალიან განსხვავებული ტიპია მისი წინამორბედებისგან. მეოთხე თაობა არის ეს და პირველი, მეორე და даже მესამე თაობაც იმიტომ უყვარდა ხალხს, რომ იყო დეგენერატი რა, აი სხვა სიტყვა არ ქვია მაგას, ჩვეულებრივი დეგენერატი ბაიკი იყო, რომელსაც არასტაბილური, არაადეკვატური თორქი ჰქონდა და უბანძესი სიმძიმის ცენტრი, აი უსაშინლესი სამართავი იყო. ოღონდ ეგ იყო მაგისი პლუსი, რომ იყო ეგეთ ცუდი სამართავი რა. ყველას ეგ მოსწონდა. MT-09-ში რომ იყო ეგეთი არაადეკვატური, არასტაბილური ტიპი და ვერ მოსთხოვდი მას რაღაცა ჭკუამხიარული ტიპი იყო რა, როგორი ჭკუამხიარული იცი? ყოველ მეტრში რომ უნდა რომ რაღაცეები დააშავოს, გაგაფუჭებინოს, დაარღვიო და ასე შემდეგ რა. აი ჩვეულებრივი სუპერმოტო იყო, ოღონდ ცოტა უფრო მძიმე, ცოტა ვერცხელი ძალიანი და სამცილინდრიანი თან რა. რაც აბსოლუტურად განსხვავებული არის აი ამ მოტოციკლისგან. რაც შეეხება ამ მოტოს, არის, არ ვიცი, აი კიდევ ერთხელ შევადარებ, მისი პირდაპირი კონკურენტი რაც არის MT-09-ის არის Kawasaki Z900. ნუ სტრიტრიპლიც მისი კონკურენტი არის 765, ასევე KTM 990, Street Fighter V2 Ducati-ის, მაგრამ ნუ ყველაზე დიდი, ნუ ფასთან მიმართებაში და მისი პირდაპირი კონკურენტი რაც შეიძლება რომ არჩიო, როცა ამ ბიუჯეტში ყიდულობ მოტოციკლს, ან ეს რა, არის Z900. იმდენად დაამსგავს ეს Z900, ახლა ეს მოტოციკლი რომ აი ალბათ გადავიღებ, ნუ თუ იქნება სურვილი, დაწერეთ კომენტარებში ახალი Z900-ის და აი ამ MT-09-ის შედარება, თუ მოგინდებათ დაწერეთ კომენტარებში, თორემ მე მაინტერესებს და სურვილი თუ ექნება მაყურებელს, გადავიღებ, ახლა მარტო ჩემთვის არ გადავიღებ რა. და ისედაც დავждები გავატარებ და მივხვდები რა არის სხვაობებიც და ერთნაირებიც რა აქვს საერთო, მაგრამ მგონია რომ ძალიან მაგრად გავს Z900-ს ეს მოტოციკლი ხასიათით. იმდენად გაასტაბილურეს და იმდენად გააკომფორტულეს ეს MT-09, რომ აი ვერც კი ვადარებ ვერანაირად მის წინამორბედს რა, აბსოლუტურად არაფერი არ არის მის წინამორბედებთან. ნუ ის სახელი რაც არის Master of Torque, რის გამოც ქვია MT სერიას MT, კი რა თქმა უნდა სახელს ამართლობს და ეს კვერცხები ეგრევე ეტყობა მოტოციკლს. მიუხედავად იმისა, რომ 5-6000 ვცდილობ რომ დავატრიალო და არა მეტს, ნუ მომიწია რამდენჯერმე მეტის დატრიალებაც და ეგრევე ეტყობა რაც არის, ეგრევე ეტყობა როგორი კვერცხებიანი ტიპიც არის, მაგრამ მაინც აბსოლუტურად სხვა ტიპი არის რა, სხვანაირი ჯდომა აქვს, გაცილებით დაბალია ვიდრე
ისა ხო გაცილებით დაბალია ვიდრე მისი წინამორბედები. გაცილებით სტაბილურია მოსახოვში და კომფორტული არის გზაზე ამ მოტოციკლის სიარული. ვინც მისდევს იცის რომ ყავს ასევე Vespa 300 GTS-ი, რომელიც არის აი ანალოგია მოტოციკლის შემიძლია თქვა, აი შემიძლია შევადარო Vespa 300 უფრო შემიძლია შევადარო ხა ეს მოტოციკლი ვიდრე მის წინამორბედებს, იმიტომ რომ ზუსტად მასავით კომფორტული არის, უბრალოდ ბევრად ჩქარი არის Vespa 300-თან შედარებით რა. ეთყობა რომ ისეთ ბაიგზეზე ხარ, რომელსაც გათამამებით კი გაუთამამდები, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ბევრ შეცდომას ესე არ გაპატიებს რა. მოვიდით ისევ პიტსტოპ აკადემიაში, დაგვისმეს ერთი ზოლი იმისთვის, რომ ეს მოტოციკლი გავტესტოთ და ნახოთ როგორი არის ესეთ დაბლ სიჩქარეზე მანევრირების დროს. ცალკე აბა ნახოთ იგივე მანძილები გვაქვს დალაგებული, რაზეც წინა ვიდეოებში გავტესტეთ სხვადასხვა მოტოციკლი და ნახოთ ახლა Yamaha MT-09 SP როგორ ივაშკაცებს და რა შედეგებს დადებს. აი, მოგეთ იგივე დიამეტრის ზიგზაგი გავიარეთ კონუსებს შორის და აი მართლა დაურწმუნდი კიდევ ერთხელ რომ ეს მოტოციკლი არის ჩვეულებრივი ჩუსტი. იმდენად მანევრული არის ეს მოტოციკლი, რომ აი მართლა სიტყვები არ მყოფნის, აბსოლუტური ცადა დედამიწა არის წინა მოდელსა და ამ მოდელს შორის განსხვავება. საბოლოო ჯამში და საერთო რო შევადაროთ, რითიც დავიწყე თავიდან გადაღება როგორც დავიწყეთ, აზრი არ შემიცვლია, მართლა იგივე აზრზე ვარ, რომ ვიზუალურად ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს ახლა მაგალითად ჩემს მოთხოვნებს, თუმცა შეიძლება ვიღაცას ძალიანაც მოეწონს, ეს ძალიან ინდივიდუალური არის გემოვნების ამბავი, მაგრამ ვიზუალურად ძალიან არ მომწონს, ბევრი დეტალი არის ისეთი, რომელსაც შევცვლიდი და ეშველება, ანუ არ არის ისეთი, რომ რაღაცა გამოუსწორებელი იყოს, მაგრამ გამოსწორება შესაძლებელი არის და შეიძლება და ქარხნიანო ჩემი აზრით ეფიქრათ მაგ ნიუანსებზე და დეტალებზე. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ეს მოტოციკლი არის იდეალური მათთვის, ვისაც უნდა კომფორტულად, მანევრირებულად და თვითდაჯერებულად სიარული ქალაქში. თორკი აქვს მართლა არანორმალური და მოყვება ნებისმიერ მანევრში. რა მანევრის არ უნდა მოგვინდეს და რაც არ უნდა გვინდოდეს, რომ ჩქარი მოსახოვი იქნება, დაბალგრადუსიანი, მაღალგრადუსიანი მოსახოვი იქნება, ნელი მოსახოვი იქნება, ზიგზაგებს შორის სიარული იქნება, ყველაფერში მოყვება ეს მოტოციკლი იდეალურად მისი ელექტრონიკის და მისი ამორთიზირების ხარჯზე. მოხრუჭებზე ვიდეოში თქვი კიდევაც და აღვნიშნე, რომ მართლა ძალიან მაგარი მოხრუჭები აქვს, Brembo თავის საქმეს აკეთებს და იმდენად მაგრად მუშაობს, რომ ამაზე მეტი ვერც წარმომიდგენია, რომ შეიძლება ამ მოტოციკლზე რამე დაგჭირდეს მოხრუჭების თვალსაზრისით. ამიტომაც ძალიან კმაყოფილი ვარ, არ ნანობ ამ შენაძენს, ცოტა ხანი მეყოლება, მაგრამ ფიქრობ, რომ გამართლებული არის, მაინტერესებდა. მინდოდა ისე გამეტესტა, როგორც რეალობა იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნადი მოდელი არის და მივიღეთ იმისა, რომ ცოტა არის ჯერ საქართველოში, მაგის მიუხედავად ფიქრობ, რომ მალე ძალიან შემოიყრება ეს მოდელი და ვინც ნახავს, მიხვდება რა ხასიათის მოტოციკლი არის ეს ახალი MT-09 SP. მოკლედ, რავი, საერთო ჯამში რა შევაჯამოთ, კმაყოფილი ვარ მოტოციკლით, ნამდვილად ღირდა ამ მოტოციკლის შეძენა. შეიძლება რამდენიმე აქსესუარის დამატება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაალამაზებს ვიზუალურად მოტოციკლს, რაც შეეხება ტექნიკური მახასიათებლებით და მის ხასიათს, ამ მოტოციკლში აბსოლუტურად არაფერს არ შევცვლიდი. არის 100%-ით იდეალური ჩემთვისაც და ნებისმიერი მოტომოყვარულისთვის მგონია რომ დამაკმაყოფილებელი იქნება მისი ხასიათი. ასე რომ, რავი, წინ ბევრი თავგადასავალი გველოდება, სანამ ეს მოტოციკლი მეყოლება, არ ვაპირებ რომ დავინდო და მოვეფერო და მოუვარო ძალიან მაგრად ისე გამოვიყენებ როგორც მჩვევია და როგორც რა მომწონს მოტოციკლის ხმარება. ასე რომ ერთი წული მაქვს როდის მოვრჩებით, აპკატკა ქართულად გასახმარისება არის და როდის მოვრჩებით ამ გასახმარისების პერიოდს და შემდეგ უკვე შეუბერავ და ვისაც სურვილი გექნებათ და თუ გაინტერესებთ რომ კიდევ შემდეგი ვიდეო უკვე დავუთმოთ ამ მოტოციკლის სხვასთან შედარებას, ოღონდ უკვე ისეთი ხმარებით როგორც გვინდა, უკვე თავისუფლად ამ მოტოციკლზე, დაწერეთ კომენტარებში, შეიძლება რომ გადავიღოთ მეორე ეტაპიც, მეორე ეპიზოდიც
ამ მოტოციკლთან ერთად. ასევე კიდევ ერთი რაც მინდა გითხრათ, შეგახსენოთ უბრალოდ ის მომენტი, რომ ჩვენი მეგობარი კომპანია Supers ათამაშებს ყველა ვიდეოში აბსოლუტურად, ასევე ამ ვიდეოშიც დაგვხვდებათ ორი იღბლიანი გამარჯვებულისთვის 30-30 ლიტრი სუპერი, 60 ლიტრი სუპერი იქნება გასათამაშებელი ამ ვიდეოშიც, ასე რომ არ დაიშუროთ, დაწერეთ ნებისმიერი სახის კომენტარი. ასე რომ დაწერეთ ნებისმიერი სახის კომენტარი, წინ გველოდება კარგი თავგადასავლები ერთად. დავადროებით.